მე ვარ სანდრო გოგიტიძე 7 წლის. სწავლობ ფერიის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვაში. ძალიან კარგი სიტუაციაა და ყველას შევეჩვე. ჩემი ქორეოგრაფია დათო სირაბიძე. ეს არის კეთილი, მზრუნველი და მხიარული მასწავლებელი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ახალი ილეთების სწავლა. ყველაზე ადვილი იყო ნასწავლი ილეთების გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. მინდა მქონდეს კონცერტი და ვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემ ქორწილში ჩავიცმე შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ახლა შეყვარებული იმიტომ მყავს, რომ კარიერაში შემისვლის ხელს. ცოლს რომ ავიყვანო, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ დათას და ელისაბედს. ჩემს ცოლს დავარქმევ ანას. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ყავს ორი მწვრთნელი კახამასწავლებელი და გუგამასწავლებელი. უფრო მხიარულია კახამასწავლებელი. გუგამასწავლებელია უფრო კაცრი და მომთხოვნი. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი დაცვაში და მერე შევიცვალე პოზიცია. მეკარეობა შემიყვარდა მამარდაშვილის გამო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. ყველაზე კარგად გამომდის პენალტების აღება. ყველაზე უფრო მიჭირს ერთ-ერთზე ბურთის აღება. ის მაქვს კარგი რეაქცია და კარგი ნახტომიც. უკვე 12-ჯერ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამახსოვრდა დელფინებთან მატჩი. იმიტომ რომ მოვიგეთ 8-4 და კარგად მიმეკარება. მე რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება ავტომობილები. მანქანები ძალიან მიყვართ და ვიცი ტარება. საჩესთან პირველად რომ დავჯექი, ვიყავი 4 წლის. 30 წლის რო ვიქნები, ვიყიდი შავ ბუკატს. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი ჰალკი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 4 წლის ასაკში. მე მქონდა კარგი ბავშვობა და უკვე მენატრება. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ყავს კარგი კლასელები და მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ბექა ბელქვაძე. ყველაზე ჭკვიანია ემილი ხუჯაძე. ყველაზე ცელქია ვაჩა ხილაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი, კეთილი და მზრუნველი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი თეა მიქაძე. იმიტომ რომ ბავშვები ყვარს, მზრუნველია და კარგად ხსნის გაკვეთილს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ჰქვია დათო. ის არის მხიარული, ჭკვიანი და ცელქი. ჩემი აზრით დათო რომ გაიზრდება, გამოვა მეზღვაური. მამიკო არის უშიშარი, ძლიერი და მშრომელი. დედიკო არის თბილი, საყვარელი და ლამაზი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაცხობს ხაჭაპურს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ძალიან მინდა დედაენა იყოს ჩემი დაწერილი. მე ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება. ჩემი საყვარელი მულტფილმია მაშა და დათო. დედას ნოჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ვიყიდი სახლს, მანქანას და გაჭირვებულებს დავეხმარებოდი. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ და მიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. კი არ მეჩქარება, მაგრამ ფეხბურთში გამომადგება. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის პლანშეტს რომ აჩუქებენ და დედას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.